ალექსანდრიისა და სრულიადაბრი ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი და განსაკუთრებით თქვენი ბატონო პრეზიდენტო მეუფე კალისტრატე და ყველასი ვინც მიიღეთ მონაწილეობა დიდებული ტაძრის აღდგენაში ათეული წლების მანძილზე არქიტექტორები და მეცნიერები მსჯელობდნენ ამ ტაძრის აღდგენის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლეს. ღმერთმა ინება დღეს, ღმერთმა ინება როგორც სიმბოლო აღდგომისა საქართველოს გაბრძანებისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ აღსრულდეს ეს სიმბოლო ჩვენთან არის ღმერთი მე მინდა მის უწმინდესობას უთხრა დიდი მადლობა ამ დიდი ინიციატივისთვის ამ ტაძრის აღდგენის ისევე როგორც ყველა იმ ტაძრის რომელიც თქვენ უწმინდესობა თქვენი ლოცვა კურთხევით თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით აიგო ბოლო წლებში საქართველოში. მე ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ სამების ტაძარი, აღდგენილი ბაგრატი, ფოთის უწყინვალესი საკათედრო ტაძარი, რომელიც უახლოეს დღეებში იკურთხება და რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით დაუბრუნდა ჩვენს ეკლესიას. ასობით აღდგენილი სხვა ტაძარი, მთლიანად ახლიდან გააზრებული და აღდგენილი წყინვალებით ცხეთა. სვეტი ცხოვლის მიდამოები და თვითონ სვეტი ცხოველი, დარიალის ტაძარი და დარიალის თელი სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა ტაძარი აქ იმერეთში, აღდგენილი გელათის აკადემია, წმინდა გიორგის ტაძარი ახალციხეში და მე უბრალოდ მეშინია რამე არ გამომჩეს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი აღორძინების პერიოდი, არა მხოლოდ ტაძრების, როგორც შენობების, არამედ როგორც საგანმანათლებლო ცენტრების, როგორც ხალხმრავალი ქადაგების ადგილების, პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების გაღვივების, ის რაც მისი უწმენდესობის საქმიანობას მთელი ეს ათწლეულები ახასიათებდა. მისი საქმიანობა მართლაც არის ქართული ეროვნული სულიერების წყინვალი გამოხატულება და მე ვიტყოდი რომ ჩვენ ყავდა და ვიტყავს არაერთხელ ილია ჭავჭავაძე და ჩვენ ყავს ილია მეორე, ვინც შეძლო ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღდგენება. ძალიან ბევრი ქუთაისელია მოსული, რა თქმა უნდა ყველა ვერ შემოვიდა ამ ტაძარში, ბევრად მეტი არის ვიდრე დაიტევს ტაძარი, მაგრამ ასევე მინდა უთხრა ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომელიც არიან მრავალი პარტიის წარმომადგენლები მოვიდნენ, ჩვენ შეიძლება განვასხვავდეს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, იმედი არ განსხვავდებით თავარ რაღაცაზე, რომ საქართველოს არასდროს არ უნდა ჩაუაბაროთ ჩვენ მტერს, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი ამბიცია, არ უნდა გადავაყოლოთ მას ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ბევრ სხვადასხვა რამეზე ალბათ განსხვავდებით. მაგრამ ეს არის ასევე სიმბოლო ერთიანობის და ჩავარ რაღაცაზე ჩვენ არ უნდა განსხვავდებოდეთ. იმაზე მართლაც რომ არასოდეს ჩვენ ქვეყანას არაფერზე არ გავცვლით, არასდროს ჩვენ პიროვნულს არ დავაყენებთ საერთო ხალხის ინტერესებზე, მაღლა ვიმოძრაებთ ყველანი იმ დიდი გზით, რომელსაც ქვია საქართველოს გაძლიერება, გაერთიანება. ეს ასევე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს, იმიტომ რომ თუ რამე განასახიერებს ასევე აფხაზეთის საქართველოში ყოფნას, ეს არის რა თქმა უნდა ეს ტაძარი. და ეს ტაძარი არის ამ ყველაფრის ამ იდეის გვირგვინი. ამ იდეას არც თავრობას განახორციელებს მარტო ვერც პოლიტიკური პარტიები, ამას უნდა მრავალი თაობა ქართველების, რომ ეს იდეა ბოლომდე შეისხას ხორცი. ჩვენ ყველანი ერთად თუ დავდგებით, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, როგორც ახლა ერთმანეთის ხარდამხარ აღვავლენთ
ლოცვას და აღნიშნავთ ამ ტაძრის აღდგენას, ზუსტად ასევე ჩვენ ყველანი ერთად თუ ერთმანეთს გვერდზე ვიდგებით, აღვადგენთ ერთიან ძლიერ საქართველოს. მე ამაში ვარ ღმრთ დარწმუნებული. ძალა ერთობაშია. კიდევ ერთხელ თქვენ უწმინდესო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ უზარმაზარი ეროვნული ისტორიული ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ყველაფერ ამის განხორციელებაში. მადლობთ. Εξής. Οκτώς τάζαρι. Δεν κάχτες έξι. Άι μην το κοσούν έτσι. Άι να αρχίσει. Άι δεν πήτα. Ο γυφτέ. Μην το κάνετε. Πατρούν. Άμισε, άμισε φέρεις. Артო ამისთვის პრეზიდენტო ღირს ესე იგი რომ მოგზავნით რო ეს აშენდა და